მოგესალმებით. დღეს გეუბნების ამბავში განვსვლელთ butter chicken-სა და chicken მასალას. ინდურ კერძებს. რადგან უმეტესობა ადამიანი, მით უმეტეს საქართველოში ინდურ კერძებს მიჩვეული არ არის, შესაბამისად გადავწყვიტე რომ ეს ვიდეო ჩავწერთ იმისთვის, რომ საგანმანათლებლო მიზნით. თუ ადამიანს მომდება დააგემონოს ინდური კერძი, იცოდეს როგორი გემოები აქვთ მათ. ნამდვილად. რამ სხვა არ დამატებდი? არა, შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი აზრით. ესე იგი, butter chicken-ი, მოდი, ნახოთ რისგან შედგება butter chicken-ი, რომ რისგან შედგება butter chicken-ი, ანუ კარაქის ქათამი სიტყვით. ალბათ კარაქისგან და ქათმისგან. ანუ აქ რაღაც გარამასალა სუნელი, cumin, garlic, onion, იოგურტი, ტომატო, ქათმის ხადია დაჭრილი და დამარილებული არის მანდაც თუ არა. ტომატის სოუსი აქვს, ჩილი პაუდერი აქვს და კრემი აქვს, ნაღები. მოცხაროა. ნახოთ. და რისგან შედგება chicken მასალა? ნახოთ რისგან შედგება chicken მასალა. chicken მასალა შედგება ამს დარიჩინიც აქვს. მე მგონი უფრო წითელი სუნელებისგან შედგება და მაგიტომ აქ წითელი ფერი ხო ხდება უფრო მუქი ფერის სუნელებისგან. და ეს კიდევ უფრო მეტად კრემი, იოგურტი, კარაქი. ნახოთ. გასაგებია. ანუ მთავარი განსხვავება რაში მდგომარეობს ამ ორ კერძს შორის? ორივე ქათამია. ანუ ეს უფრო კრემი აქვს დამატებული და რაღაცა და ამას უფრო ბევრი სუნელები აქვს. I have no idea, მოდი ვუთხრათ ჩატს. ამას ამოვუჭრით. ჩატ. ამას ბლუპერებში დავდებთ. I have no idea, მოდი ვუთხრათ ჩატს რა. ვიდეოს ბოლოში იქნება ბლუპერები, რას ფიქრობ? What's the არა, ბლუპერები არის ხალხის თხური. Between chicken masala. Okay. Transitory bits, ჩამოთვლებზე და Okay, დავდოთ პასუხს სანამ ეს გაიხსნება. ესე იგი, მთავარი განსხვავება chicken მასალასა და butter chicken შორის არის გემო ტექსტურა და მეთოდები გასაგებია, მაგრამ ანუ ინგრედიენტებში ალბათ თავარი არის, რომ butter chicken-ს აქვს უფრო buttery creamy გემო და chicken მასალას აქვს უფრო spicy, ანუ უფრო ძლიერია, არ ვიცი, უფრო ძლიერია და უფრო კომპლექსურ სპაისებს შეიცავს. როგორც უკვე ფაქტობრივად როგორც ვივარაუდეთ, ეგ არის. ეს არის დამწყების კერძი და ეს არის უფრო დახვეწილი. ანუ თუ ბევრი flavor გიყვარს, ალბათ chicken მასალა უკეთესია შენთვის და თუ დიდად ინდური საჭმელი პირველად არ გაგისინჯავს, ალბათ butter chicken-ი უფრო დამწყებთათვის მისაღები რაღაცა არის. კარგი, ახლა რომ საქმეზე გადავიდეთ და დავაგემოვნოთ, სადაც გაგვიცდათ, არა რა საშუალება, უბრალოდ გაცილდება კერძი და მე ქულები დააკვირდება გაცილების გამო. კი ბატონო. მოდი დავაგემოვნოთ. კარგი, ასეთი კითხვა მაქვს. ამას ვასხავთ ბრინჯში თუ ბრინჯ ყრით აქ თუ როგორ ჭამთ? ხო, აი არ ვიცი. ან ჩემი ვარაუდია, რომ ჯერ ესე გავსინჯოთ ჩანგლით და მე ბრინჯი დავამატოთ შიგნით. და ჯეთებში მოვიტანოთ და ორივე იქ წავიდეთ. არ ზემეთებში დაისრება. მოდი. ეს არა ვარ ზამაცი ხალხი. ანუ ბრინჯი დავამატოთ უბრალოდ შიგნით. ამოვაწოთ კარგად. თუმცა შეიძლება მთელი ბრინჯი ერთიან დარჩავდოთ. კარგი. მე მომწონს ჩემი. ახლა გეტყვით მე ჩემსაზე ასრს. ისა პირველ უკმაუნციას. ცოტა ცხელია, მაგრამ კარგია. კაია. მე ვერ ვიტყვი. ეს დეტალებსაც შეიძლება გავმეორ თუ რა საკმაოდ ვერ გავტესტე ჯერ იმიტომ რომ იმდენ ცხელი იყო რომ სხვა რაღაცები ვერ ვიგრძენ. ერთ წუთს მიცემ. ამიტომ
მე ვიტყოდი რომ ძალიან კრემისებურია. ცხარეა, უნდა ისეთი ცხარე პირს რომ ოდნავ აგიწოს, მაგრამ დიდად არა. და ან საბოლოო ჯამში უცხო გემო აქვს, ანუ აქამდე ჩვენთვის ნასწავლი საჭმელების განსხვავებულია. მაგრამ სასიამოვნოდ იჭმევა, ანუ ჩემი აზრით თუ ინდური საჭმელი არავის, ანუ არ გაგისინჯოთ აქამდე, ანუ butter chicken-ი ყველა ვარიანტში მოგეწონებათ. მე ვიტყოდი რომ შვენივრად არის ამის კონცეფცია მოფიქრებული, რომ ცივი მყარი ბრინჯის პატარა მარცვლები ერევა ცხელი რბილი ქათმის ეს დამარინადებულ ნაწილს და თემაში იძლევა გადასარევ ვარიაციას. მე ვიტყოდი რომ ეს არის ალბათ 10-დან იუნ 9 ქულის კერძი რეალურად. მართლა? შენჯაშვა ამაზე რა ვიტყვი? ამიტომ ეს ისეთი ჰაროვანი კრემისებური მასალა, ანუ არაფერი მყარი არ ხდება, ანუ ფაქტობრივად ჭამ соуსში ქათამს, ანუ ძალიან ნევრიელია. იმისთვის რომ ობიექტურობა შევინარჩუნოთ, ახალვე უნდა გავცვალოთ კერძები, თორემ მე უკვე დანაყრებული ვიქნებით და აღარ მოგოწონება. გავცვალოთ კერძები, მაგრამ წყალი დავლიოთ, რომ გემო ჩავატანოთ. დავლიოთ? ეგ მოვიტან წყალს, რომელიც არ გვაქვს. But მაგდენ აკორდოს. I think we are out of water. აკორდოს. გახვედი ხარ არის. გარეთ დავასხით წყალი მახსოვს. და გავუთავდა. გადავდა? მე თუ გავუთავდა გადავდები. კარგი, არა შავს სამჭირდება წყალი. ეს გარეშე გავუწევთ. Okay. ახლა კი პირიქით ტესტავთ, მე ვტესტავ chicken butter-ს, ხოლო მარი ტესტავს chicken masala-ს. Butter chicken, yes. Butter chicken, დიახ. აი, ნახოთ როგორი გემო აქვს ეს. ცხადი ისე დავიწყოთ ბრინჯის საკჩაყრით. რა თქმა უნდა, კომენტარებში მოგვიყვებით თქვენი გამოცდილებით სხვა რომელ კერძის გატესტვას ისურვებთ შემდეგი ეპიზოდში და ამ კერძზე თუ გატესტავთ, აუცილებლად შევატყობინეთ. სხვა შორის ეს არის ქუთაისური რესტორანია სახელად White Elephant, ანუ თეთრი სპილო. შვენიერი ინდური რესტორანია, უნდა აღნიშნო. აშკარად გზნობა უფრო მეტი გემო chicken მასალაში. ანუ უფრო მეტად ცხარიც არის. და უფრო სხვანაირი ტექსტურა აქვს, იმიტომ რომ ეს butter chicken თუ ძალიან კრემისებრი კრემი ქათამშია, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ქათამი მწვანე ლებით, რომელიც ან ცოცხლად აქვს დაჭრილი, ასევე სხვა სტრუქტურის და ტექსტურის ნაწილებს ხვდებით, სხვა გემოს მიმცემი სუნელების და ასე შემდეგ. ვითხოვებ ცოტა ბრინჯს თუ შეიძლება. შეიძლება. უცროთ. სამწმინდოთ. შეიძლება. მე ვიტყოდი რომ მართლაც ეს ბევრ უფრო მარტივი კერძია. ერთგვაროვანია შედარებით გემოს ხრივ, მაგრამ სულაც არ ნიშნავს რომ ეს ცუდია. ძალიან გემრიელია, მიყვარს რომ ერთგვაროვანია, ამიტომ ვიტყოდი რომ როცა მარტივი გემრიელი რაღაც გსურთ butter chicken-ი, ხოლო თუ უფრო კომპლექსურის მოთმინება გაქვთ, chicken masala. ეს არის ჩემი აზრი. ანუ ეს შეიძლება ყველას არ მოეწონოს. დემონების ამბავია, მაგრამ ჩემი აზრით მე butter chicken-ი მერჩევნია. შეიძლება რომელიც გერჩევნია. მე მთლიანობაში chicken masala მერჩევნია. არის? მაგრამ გემონების ამბავია. Worked. Yeah, I think worked. მოვჭით ჭამას. დაგვეწყო ყელი, მაგრამ ღირდა. ცხარეა. თუ სიცხარეს არ ხართ მიჩვეული ან არ გიყვართ, ანუ არ მოგეწონებათ, მაგრამ თუ ოდნავი სიცხარეს გქონდეთ, ოკეია, მაშინ ოკეი, ოდნავი.
მაშინ ვიყოლი რომ butter chicken-ი ნაკლებად ინდური გემების მოყვარულებისთვის არის, ანუ ნაკლებად spicy. ხო, ну ნაკლებად adventurous ხალხისთვის შეიძლება ითქვას და მეტად adventure ხალხისთვის chicken masala. ეგრე გადაწყდა. ატოლა თქვენი დროისთვის. გამოიწერეთ არხი და დაკომენტარეთ. შემდეგ ვიდეოში გიხილავთ. Right. Right.